Ჩართო დავით ჯინჭარაძე თავისუფლების მოედნის წევრი ლონდონში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა კაცი რომელიც ამის პარალელურად ასევე ძალიან მნიშვნელოვან პროექტ პროცესს უდგა სათავეში მათ შორის აქციების შედეგად დაზარალებული თუ დაჯარიმებული ადამიანების ხელშეწყობას უკავშირდება თუმცა ჩვენი საუბრის თემა დასაწყისში ეს არ არის თუ დრო დაგვრჩება და დავითს ექნება ამის სურვილი შეგვიძლია ამ მიმართულებითაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს მაგრამ პირველ რიგში მივესალმები მას დავით მიმდინარეობს ახლაც ეს შეხვედრა და მოკლედ თუ შეგიძლია გითხრა როგორც სადეთ თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე მსხვერპლთან ერთად საქართველოზე საელჩოს და მთავრობის მიერ ორგანიზებულ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და როგორ ვერ მოახერხეთ ესეც გითხარით მოგესალმებით გიორგი მივესალმებით თქვენს მაყურებელს ახლაც ვართ ამ ადგილას ჩემს უკან არის წმინდა პავლეს კათედრალი და გავარ ლონდონის საფონდო ბირჟის გვერდით ეს ჩვენ დღეს დილის 12 საათიდან ლონდონის დროით ვიყავით აქ რადგან არ მოგვეცა შესაძლებლობა რომ დაგვესვა კითხვები. კითხვები იყო ძალიან მარტივი, ხო, როგორ შეიძლება ინვესტიციებზე საუბარი ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც ყავს პოლიტპატიმრები, სადაც დეკემბრის თვეში 500 ადამიანი აწამა ქართული ოცნების რეჟიმმა. ამაზე წინასწარ ვიყავით დარეგისტრირებულები, რამდენიმე ქართველი მოგვივიდა დასტურიც კიდევ, თუმცა გუშინ ეს დადასტურებული მოწვევა უკან გაიწვიეს. შესაბამისად ჩვენ არ დაგვჭირს სხვა გზა, რადგან ჩვენს კითხვებს გაურბის ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები, ლევან დავითაშვილი და სხვები და ჩვენ დავდექით აქ და 12 საათიდან აი ამ წუთამდე გავართ აქ იმისთვის რომ მივაწოდოთ ჩვენი ხმა, არა მხოლოდ იმ ინვესტორებს, ვინც არიან აქ შეკრებილი, არამედ ლონდონის საფონდო ბირჟის და EBRD-ის თანამშრომლებსაც. დავით, პირველ რიგში ის გითხარით ამ ღონისძიების მონაწილე საქართველოს მთავრობის წევრებთან თუ მოახერხეთ კომუნიკაცია, თუ გქონდათ შესაძლებლობა მათთვის დაგესვათ ეს შეკითხვები. დიახ, ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რადგან იმის მიუხედავად, რომ აქცია არის ორივე შესასვლელთან, შენობას აქვს ორი შესასვლელი, ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები შევიდნენ უფრო ადრე და იმყოფებოდნენ იქ, ხოლო როდესაც ანუ ის ტრადიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში დამკვიდრდა დაძაბულობის დროს, როცა ლამის გამთენია შეყავთ ხოლმე, ესე ვთქვათ, დეპუტატები და მთავრობის წევრები ლონდონშიც იგივე, ესე ვთქვათ, ტრადიცია გადმოიტანეს. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი რომ ლონდონშიც ამ შენობაში იქნებოდა ესეთი რაღაცა გაქცევა და გამოქცევა ქართული ოცნების, ჩვენ ვიცით რომ მათ ძალიან უყვართ ევროპაში და ბრიტანეთში შოპინგი და მე იმედი მქონდა რომ დროს მოიტოვებდნენ ამისთვის, თუმცა იმდენად ეშინოდათ შეკითხვების, უბრალო შეკითხვების, რომ ესე შევიდნენ, შეიპარდნენ და ასევე გამოიპარდნენ. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ კიდევ ველოდებით საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით ჯერ კიდევ შენობაში არიან, ლონდონის დროით 7 საათია და საინტერესოა კიდევ რამდენი ხანი აპირებენ იქ ყოფნას. ეხლა გარედან რთულია ამის დაკვირვება, ეს უზარმაზარი შენობა, იქ ერთმანეთს პარალელურად არაერთი ღონისძიება იმართება ხოლმე და ამაზე უფრო ზუსტ პასუხს თქვენ ვერ მოგთხოვთ, მაგრამ ხო არ გაქვთ ინფორმაცია რამდენად სერიოზული იყო დაინტერესება ზოგადად აი ამ ტიპის ღონისძიების მიმართ ლონდონში. მოგახსენებთ, როდესაც მე ვეცადე შესვლა, იმიტომ რომ მქონდა მოსაწვევი, რომელიც გაუქმდა, გადავავლე სიას თვალი. სიაში იყო ძალიან ბევრი რუსული გვარი. როდესაც ჩვენ ვიდექით და მთელი დღის განმავლობაში ვიდექით, ჩვენ ხედავდით ყველას, რადგან ცალკე რიგი იყო ამ ღონისძიებაზე შესასვლელად, ძირითადად გვესმოდა რუსული ენა. იყვნენ რა თქმა უნდა სხვაებიც, თუმცა ჩვენ შიგნითაც იყო ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომელმაც გითხრა, რომ არც თუ ისე ბევრი ადამიანი იყო. რაც ირონიულია, იმიტომ რომ ჩვენი მოსაწვევები გაუქმეს ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დასწრების სურვილიო. და ესეთი ინფორმაციაც გვაქვს, რომ უფრო ხშირად ისმოდა ქართული ენა, ვიდრე ინგლისური, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ღონისძიების გაცვლა, რომ ინგლისელი და ევროპელი ინვესტორები მოეზიდათ, ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რამდენად ასრულდა ეს ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ისევ ქართული ოცნების მხარდაჭერი ბიზნესმენები და რიგითი ქართული ოცნების მხარდაჭერები იყვნენ აქ. აი ზედაპირული შეხედულებით როგორც ჩანს ამ ტიპის აქტივობას უფრო შიდა მოხმარების ამოცანა აქვს საქართველოს აუდიტორიაზე ზემოქმედების რომ აი ჩვენ საერთაშორისო არენაზე ბრუნდებით და მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხითაც კი გვაქვს რაღაცა გარკვეული წინსვლის ელემენტები კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან თუმცა ის რაზეც ახლა თქვენ მოყევით შინაარსობრივად ამის უზრუნველყოფის არანაირი საშუალებას არის
იძლევა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბიზნეს საზოგადოების, ფინანსური წრეების, ბანკების, ანუ ორი ყველაზე მსხვილი ბანკის, რასაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გაასახა დღევანდელი ქართული ეკონომიკაც და გვინდა არ გვინდა რეჟიმის მდგრადობაც, ასე რომ ვთქვათ, მათი წარმომადგენლებიც არიან მონაწილეები. შესასრულში როცა შედიოდნენ ცალკეული ბიზნესმენები, მაგ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი ჩვენ დასაწყისში, ვაჩვენეთ როგორ ჩაიარა, როგორ დასრულდა ეს ინციდენტი, მოხერხდა თუ არა მათთან ნორმალურად გასაუბრება, ასე ვთქვათ. დიახ, სანამ თქვენ კითხვას უპასუხებთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ კი ეს კეთდება უფრო საქართველოში მოქალაქეებისთვის, რომ ნახონ ვითომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს და რომ დავაკვირდეთ ლევან დავითაშვილის მოქმედებას. ის ადრე ამერიკაში იყო ჩასული, სადაც ცდილობდა ასე ვთქვათ, ამერიკელებთან დაალაგებას, თუმცა როგორც გვაქვს ინფორმაცია, საკმაოდ ნეგატიური პასუხი მიიღო და უთხრეს კიდეც, რომ ამერიკელებს აქვს მთელი რიგი პირობები, მათ შორის ახალი არჩევნები და ჩემი ინფორმაციით, EBRD-ის კვირა იყო ლონდონში, მოგეხსენებათ ამ კვირაში და ისინი ცდილობდნენ EBRD-ის ფარგლებში რაღაც მაღალი რანგის შეხვედრები მიეღოთ, თუმცა ვერ მიიღეს. შესაბამისად, ეს ქართული ოცნების დაცილი სტრატეგია მოიწვიონ მათ შორის მათი მხარდამჭერი ბიზნესმენები და შენობას მთავარია ერქვას ისეთი სახელი და იყოს ისეთი სიმბოლო, რომელიც მათ ლეგიტიმაცია შესცენდათ. ადრე ეს იყო რაღაცა სამეფო საზოგადოებაში გამართეს რაღაც ივენთი, ეხლა ეს არის ლონდონის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრში. და რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბიზნესმენებზე, ეს ინციდენტი სიმართლე გითხრათ იყო საკმაოდ მოულოდნელი, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ ქართული ოცნების წევრების მხრიდან ფიზიკურ თავდასხმებს და მე მიჩვეული ვარ, რადგან ვიყავი რამდენიმე ესეთი თავდასხმის და სავარაუდო ჩადების მსხვერპლიც თბილისში რომ იმყოფებოდი რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ სიმართლე გითხრათ ლონდონში რომ იგივე მოხდებოდა, ამას არ მოველოდით. მოვიდა ეს ადამიანი, დაიწყო გინება, შეაგინა პროტესტის მონაწილე ქალებსაც, მათ შორის ეს იმიტომ აღნიშნავ, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უყვარს კაცობაზე და ქართველობაზე ხაზგასმა და მოხდა ეს ინციდენტი. სამწუხაროდ ისევ გაიყვანეს ეს ადამიანი მისმა წარმომადგენლებმა და საბედნიეროდ არ მოხდა არანაირი ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო მზად ფიზიკურად წამოსულიყო ჩვენზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მარტივი კითხვები. და აქ უნდა აღინიშნოს ალბათ გიორგი, რომ ჩვენ აქ არ ვიდექით იმისთვის, რომ ვიღაცისთვის რაღაცა გვეყვი რა. არ ვიდექით იმისთვის, რომ ინვესტიციები არ შემოსულიყო საქართველოში. ჩვენი აქ დგომის მიზეზი იყო და არის ის, რომ არ შეიძლება ისე შემოდიოდნენ ინვესტიციები, რომ ამით ერთი ადამიანი მდიდრდებოდეს, ბიძინა ივანიშვილი. და იმედი გქონდა, რომ ამ ბიზნესმენებსაც ქონოდათ ამაზე ინფორმაცია და გაიგებდნენ ამას, თუმცა სამწუხაროდ მათი უმრავლესობა სწრაფად შედიოდა, გამოდიოდა, არ გვაქცევდნენ ყურადღებას, არ პასუხობდნენ კითხვებს. ბევრი მათგანი ქართველობასაც კი მალავდა, ქართულად არ გვესაუბრებოდნენ და არ ვიცი, უსამშობლოებზე ქართულ ოცნებას უყვარს საუბარი, ამიტომ მე ამ შეფასებას მაყურებელს დავუტოვებ. ფაქტია, რომ კომფორტულად მაგარემოში თავს ვერ იგრძნობდნენ იმ ფოტოების, იმ ფოტოსურათების ფონზე, განსაკუთრებით არა მარტო შეძახილების, აი იმ ფოტოსურათების ფონზე, მთელი გალერეის ფონზე, სადაც ნაწამები დასახიჩრებული საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების სახეები იყო გამოსახული და სხვათა შორის ობიექტურად ესეც უნდა აღვნიშნოთ, მე ვნახე ეს ვიდეო ჩვენ ეთერშიც გავუშვით, მთლიანად მაქვს ნანახი, თუმცა ეთერში რაც გავუშვით, იქაც ჩანს, რომ ეს ბიზნესმენი ბატონი, რომელიც აშკარად გამოვიდა წყობიდან ამ სიტუაციაში, ბოლოს თქვენთან კომუნიკაციაში მაინც ცდილობდა იმის ახსნას, რომ ის თავს შეურაცხყოფილად აი ამ შეძახილების გამოგრძნობს, თორემ როგორც ჩანს, თანაუგრძნობს კიდეც და არ მოწონს, მან თქვა, რომ მე არ მომწონს ეს რაც მოხდა და არც ის მომწონს, როგორც მოექცნენ ამ ახალგაზრდებსო და ამ ცემას და ასე შემდეგ აპროტესტებს. მოდით ამით შემოვიფარგლოთ ამ ბიზნესმენთან მიმართებაში და ბოლო კითხვას დაგისვა. ამას დავაზუსტებ, გიორგი, თქვენ ეს ახსენდა საინტერესო კვლევაც ჩატარდა ამ თემაზე, რომ კი ქართული ოცნების მხარდაჭერებით მათ შორის არიან წინააღმდეგები წამების და არაადამიანური მოპყრობის. ამაზე კვლევებიც იყო და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვისაც და ბიზნესმენებისთვისაც კი ეს წამება არის წითელი ხაზი და ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას. ალბათ უნდა უკეთ მივაწოდოთ ინფორმაცია მათ ამაზე, რომ ნამდვილად წამება ხდება საქართველოში. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, მათ შორის ამ წამების და სისტემური წამების ფაქტების ერთობლიობის
მიზეზია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დაჩქარდა გარკვეული პროცედურები, ყოველ შემთხვევაში ეს დინამიკა აღმავალია, რომელიც საქართველოსში რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებელი პირებისა და არა მარტო მათი სანქცირებების პროცესს უკავშირდება. ამ მხრივ კონკრეტული გადაწყვეტილებებიც იყო ცოტა ხნის წინ მიღებული კონკრეტულ პირებთან და ფიგურებთან მიმართებაში. ხომ არ არის აი ეს ამ შეხვედრის ორგანიზება მცდელობა მათ შორის პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის, ოღონდ ახლა უკვე ბიზნეს ფინანსური წრეების კუთხიდან ან თუნდაც ადგილზე გარკვეული პიარის საწარმოებლად. დიახ, საინტერესო საკითხს ახებით, დიახ, მე შემდეგ კვირაც მექნება ასევე შეხვედრას დავესწრები ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც განხილვის თემა ზუსტადად საქართველო არის და ზუსტად ის დეპუტატები მართავენ ამ შეხვედრას, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს სანქციების და სხვა სახის ზომების თემაზე. თქვენ იცით, რომ უკვე რამდენიმე ადამიანი დასანქცირა ბრიტანეთმა, თუმცა საკმაოდ ნელად მიმდინარეობს ეს პროცესი. ეს მაყურებელმა რომ იცოდეს, ბრიტანეთი არ გამოირჩეოდა ისტორიულად აქტიურობით, ეხლა ნამდვილად აქტიური არის შედარებით და არის მთელი სია ადამიანების, ვისი დასანქცირებაც არის საჭირო. მაყურებელმა იცის, რომ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი რუხაძის დასანქცირება ყველაზე ეფექტური იქნება. თუმცა სანამ აქამდე მივლენ, ეს სანქციების ოფისი, ვინც მუშაობს ამ საკითხზე, არის საკმაოდ მცირე ზომით და მათ ჭირდებათ გარკვეული დრო. ამ მხრივ პროტესტის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი, რომ ბრიტანეთის სანქციები დაგვეწიოს ძალიან მალე. და ზუსტად ამ სანქციების მოახლოებას ბრძნობს როგორც თავად ირაკლი რუხაძე, ასევე ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც დაკავშირებული არიან ბრიტანეთთან. ბრიტანეთს ძალიან მარტივი სანქციების მექანიზმი აქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც წამებაში არის უშუალოდ ჩართული და შედარებით უფრო რთული, თუმცა შესაძლებელი სხვა სახის, მაგალითად ფინანსური დანაშაულების და თქვა რუსეთთან დაკავშირებული დანაშაულების მექანიზმები. და ეს სანქციები აუცილებლად იქნება, დაგვეწევა და ქართული ოცნება ცდილობს ამ სანქციების მაგივრად შემოგთავაზოს ფონი თითქოს ლონდონში დადიან და ბრიტანეთის ახალ ხელისუფლებას თავაზობენ განსხვავებულ დღის წესრიგს. ეს არის სრული სიცრუე, ეს რა თქმა უნდა არ არის არაფერი გარდა რაღაცა სიმბოლური შენობებში შეარჩისა. დავით, ძალიან დიდი მადლობა. ლონდონიდან გვერდებოდა თავისუფლების მოედნის წევრი, ამ შემთხვევაში მათ შორის აი ამ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი დავით ჯინჭარაძე.